ჩვენ ვითხოვთ რამამტყუნებელი რანაჩენის გაუქმებას და რამამართლებელი რანაჩენის მიღებას. და ეხლა დასაბუთება და არგუმენტები ეს ძალიან ვრცელია. ეხლა მოკლედ ვისაუბრეთ შედარებით და დასკვნით ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება 18-ში და იქ ძალიან ვრცლად ვისაუბრებთ. როგორია მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ეგ გითხრათ და თუ მიიღეს ასევე ეს დოკუმენტაცია ისევე პრობლემურია და შესაძლოა კიდევ უფრო, იმიტომ რომ მისი თვალის კვლევა და ბოლო შეფასება ჩაატარეს ჩვენი ესეთი არაერთი მოთხოვნის შემდეგ ივლისში და მათ მიერვე შერჩეულ პროფილირებულ დაწესებულებაში და იმ მონაცემით მისი ერთ თვალში მხედველობა პრაქტიკულად არ არის და მეორე თვალში დაახლოებით 10%-ია მხედველობა, თუმცა ეს დაავადება პროგრესირებს და როდის რა ნიშნულზე და პროგრესირებს იმ თვალსაზრისით, რომ კლებულობს მხედველობა და შეუძლებელია იმის გამოცნობა, რა ტემპით, რა სისწრაფით დავარდება მისი მხედველობა, მარტო 2 დღეში ქონდა ისეთი მნიშვნელოვანი ვარდნა, ისეთი რომ გაიმეოროს, ამიტომ დღევანდელი მოცემულობით არ ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ მას დაუნიშნეს რაღაცა გარკვეული სამედიცინო манипуляციები, რის შედეგადაც შესაძლოა შეჩერდეს, გარანტია არ არის. ვთხოვ რამდენიმე წერილით მიმართეთ საჯარო აღსრულების დაწესებულებას და ჯერ არანაირი რეაგირება შეიძლება განხორციელდეს ეს სამედიცინო დახმარება.